მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანი. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგანაც ის სულისკვეთება, ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელი არის გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმითი, რომ ის 4 პარტია, ის მთავარი პარტია, იმიტომ სხვებმაც ხელი მოაწერეს და არასოდეს არ მინდა რომ დავივიწყო ისინიც. ის 4 მთავარი პარტია რჩება სრულიად ერთგული ქარტიისა, ანუ იმ სამოქმედო გეგმის, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში. და ეს არის ის, რაც ყველაზე მთავარია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს თქვენ გაძლევთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა არის ევროპა, ყველას აძლევს საშუალებას, რომ თვითონ აირჩიოს თავისი გემოვნებით, რომელი უფრო ახლოს არის მის სურვილებთან, მის გემოვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება რომელიმე ამ 4 პარტიისთვის, ეს ხმა მიგვიყვანს ევროპაში. ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში, იმიტომ ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას მიხვეულ-მოხვეულების გამონაკლისით არ იქნება ასეთი მიხვეულ-მოხვეული. ასე რომ თქვენ აირჩიეთ, რომელი გირჩევნიათ და ყველა ერთად 4-ვე პარტია და ჩემთან ერთად როგორც ქარტიის ინიციატორი და როგორც ქარტიის გარანტორი წავალთ ამ გზაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ასევე და ესეც არის მეორე მიზეზი ამ ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერების ვიტყოდი, არის ის, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ამისი დამადასტურებელი არის ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება, რომ დაუბრუნდეს ევროპას, მაშინათვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რომელიც დღეს არის გაყინული, მაგრამ ყველაფერი არის მზად იმისთვის, ესეც დამიდასტურა, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ, არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში. მე ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე, იმიტომ რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დავრწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდება, ჩვენ ვარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, დავემშვიდობებით ერთმანეთის სიძულვილს. იმიტომ რომ ის გზა, რომელზედაც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, არის გზა მშვიდობის, არის გზა განათლების და არის გზა, რომელმაც უნდა ჩვენ ყველანი გაგვაერთიანოს. ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა. მე ვიცი, რომ ხვალ
ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, მე ვიცი ამავე დროს, რომ თქვენს მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით მცდელობები, რომ დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არ უნდა გეშინოდეთ არაფრის. იმიტომ რომ თქვენ ხართ სწორ გზაზე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ნებისმიერ ქვეყნისთვის, თავის მომავლის არჩევნისთვის, ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამისთვის უნდა იყოს ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვის გარეშე, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში, თქვენი ყველა ხმის იქ მიტანის, სადაც გადაწყდება საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი და მე სადაც ვარ, აქა ვარ, ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ქვია ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო. მადლობა.